ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მაღალი ინფლაციის მოლოდინი საკითხები, რომლებიც საფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთებზე ახდენს გავლენას. ამავდროულად ეროვნული ბანკი ინარჩუნებს დედოლარიზაციისკენ აღებულ კურსს და არახეჯირებული მსესხებლებისთვის სავალუტო დაკრედიტების ლიმიტს 750,000 ლარიდან უკვე $1,000,000 ლარამდე ზრდის. როგორ აისახება ეს გადაწყვეტილებები საბანკო სექტორსა და მომხმარებელზე და რა მოლოდინია სექტორში? ალექსანდრე ზნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტია, ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების თაობაზე. პრინციპში მოლოდინი არსებობდა, რომ ზუსტად ეს სცენარი განვითარდებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნამ ნავთობის ფასებზე საკმაოდ კარგი გავლენა მოახდინა და შემცირების ტენდენციას აჩვენებს. რეალურად რას ცვლის რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება საფინანსო და საბანკო სექტორისთვის? მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავინდებურად უნდა ვახსენოთ, რომ მკაცრ დონეზე რჩება. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები მაყურებლებს. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეის მდგომარეობით ინფლაციისგან გამოწვეული რისკები და გამოწვევები სრულად აღმოფხვრილი არ არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ვიხილეთ ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ველოდებით დოლარზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებში ფედერალური რეზერვი. რაც შეეხება ინფლაციის შინაარსს, სწორად აღნიშნეთ აბსოლუტურად, რომ დღეის მდგომარეობით ინფლაციის ძირითადი შინაარსი უფრო მეტად კავშირში არის თვითღირებულებასთან, ანუ იმ პროდუქტების თვითღირებულებასთან, რისი მიწოდებაც ხდება მომხმარებელზე და არა მოთხოვნის ზრდაზე. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ერთგვარი უფრო მოლოდინის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ არ მოხდა კვლავინდებურად ზრდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კვლავინდებურად ეროვნული ბანკი აკვირდება სიტუაციას და რეაგირებას მოახდენს იმის შედეგად, თუ ეს რისკები კვლავინდებურად იქნება დღის წესრიგში. ნავთობის ფასზე, რომელმაც უკვე აჩვენა შემცირების დინამიკა კვლავინდებურად იძლევა იმედს, რომ ინფლაციის მაჩვენებელს შეამცირებს მეტნაკლებად და ამ პროცესში კვლავინდებურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შეიძლება უარყოფითი როლი შეასრულოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ლოგიკური იყო დღევანდელი გადაწყვეტილება, აბსოლუტურად ლოგიკური. სწორედ ეს კონტექსტი მინდა დამახსენებინა, თქვენ საუბარი დაიწყეთ, რომ მაინც მკაცრია მონეტარული პოლიტიკა და შეუძლებელია, რომ არ დაგეთანხმოთ, რომ დიახ მკაცრია. გასაგებია ისიც, რომ ამას თავის ფაქტორები აქვს და გლობალურ ბაზრებზე არსებული გაურკვევლობები და საკმაოდ რთული ვითარება ეროვნულ ბანკს აძლევდა უფრო თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, ხო? თუმცა მაგალითად საფინანსო და საბანკო სექტორზე, მათ შორის დაკრედიტების კუთხით, რა მასშტაბით აისახება ეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე საუბარი, აი რა ტიპის გავლენას ახდენს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა რეალურად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ხო? განსაკუთრებით დაკრედიტების ტემპზე. ამიტომ საინტერესოა, რეალურად ეს მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა, რა სახით არის ასახული საბანკო სექტორზე? კარგით, რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ნაწილი არის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ ნიშნავს ლარზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს. ანუ რაც უფრო მაღალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მით უფრო მაღალი არის ლარის რესურსი. მეორე მხარეს, ანუ სესხები ლარში ძვირდება. ესე აისახება. მეორე მხარეს გვაქვს ჩვენ სადეპოზიტო ბაზა. აქაც, როდესაც ლარი მყარი არის და უკანასკნელ პერიოდში ლარის სიმყარემ საკმაოდ ესე ვთქვათ, ოპტიმისტური განწყობა გააჩინა ლართან მიმართებაში და ასევე ლარი ძვირი არის, ლარში ინვესტირება, ლარში დეპოზიტზე თანხის განთავსება უფრო საინტერესო გახდა. ეს ვიხილეთ კიდევაც, მაგალითად ლარიზაციის პროცესთან მიმართებაში დღეს დეპოზიტების ლარიზაცია
პროცესი კარგად მიმდინარეობს, როდესაც დაკრედიტების კუთხით ხედავთ, რომ ან შეჩერებულია, ან შეიძლება დოლარიზაციის მაჩვენებელი მინიმალურად, მაგრამ მაინც ზრდას აჩვენებდეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ პროპორციულად აისახება პროცენტზე, ანუ ეკონომიკის დაფინანსების ნაწილზე, ანუ უფრო არასაინტერესო ხდება მაგრამ დაფინანსების შენელებას არ ახდენს. ლარში ახდენს. ლარში, რა თქმა უნდა, მოახდენს. მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ, რომ მარტო ლარი არ ძვირდება დღეის მდგომარეობით, ანუ ყველა ვალუტა რა ვალუტაშიც ხდება მიწოდება სესხების, იქაც მოსალოდნელია წლის ბოლომდე არამკვეთრი, მაგრამ მინიმალური ზრდა, მაგრამ მეორე კუთხით, ანუ მეორე მხარეს, აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა, მიიღო ასევე დამატებითი გადაწყვეტილება და ზღვარი ლარში დასაფინანსებელი სესხების $1,000,000 ლარამდე გაზარდა. ანუ შეზღუდა უცხოურ ვალუტაში დაფინანსება მეორე გადაწყვეტილება. ხო, ეს მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ყველას ვისაც შემოსავალი გვაქვს ლარში, თუ გადავწყვეტ და კომპანიას. გვაქვს სურვილი რომ ავიღოთ პირობითად სესხი, ჩვენ $1,000,000 ლარამდე თანხა უნდა ავიღოთ მხოლოდ ლარში და არაფერ სხვა ვალუტაში. ეს თვითონ საფინანსო სექტორი, ეს მაყურებლისთვის გავმარტე რომ უფრო ცხადი იყოს რაზეა საუბარი, რა სახით აისახება ეს გადაწყვეტილება საბანკო სექტორზე. კარგით, მოდით. ამით ეროვნული ბანკი ერთგვარად ცდილობს რომ დაგვიცვა სავალუტო რისკებისგან, როდესაც ასეთი საკმაოდ რთული ვითარება ახლა გლობალურ ბაზრებზე და არც ლარი ამ შემთხვევაში მოყვა დაცული, თუმცა იმ პირობებში, როცა ლარი საკმაოდ მყარად გამოიყურება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხო, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, თუნდაც იმ საბაბით, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის არის ეს ნაბიჯი გადადგმული. ამ შემთხვევაში ცოტა წინა პროცესი უნდა ვნახოთ. თუ უშუალოდ საუბრობთ 750,000 ლარიდან $1,000,000 ლარამდე ამ ზღვრის გაზრდას, ეს უფრო მეტად მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე, ანუ საშუალო კომპანიების დაფინანსებაზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე ფიზიკური პირების დაფინანსებაზე, რადგან ძალიან მცირე ნაწილი არის ფიზიკური პირების, რომელიც ამ ზღვარში ხვდებოდა აქამდე. მეორე საკითხი არის ზოგადადაც ძალიან პატარა შუალედი არის 750,000 ლარიდან $1,000,000 ლარამდე სესხების წილი მთლიან პორტფელში. აქედან გამომდინარე სისტემურად ეს არ შეცვლის მთლიან მდგომარეობას, მაგრამ მეორე ნაწილში შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ მოცულობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვი შეიძლება იყოს და არა მხოლოდ დაცვის გადაწყვეტილება არის, ანუ მომხმარებლის სავალუტო რისკისგან დაცვისთვის კეთდება, არამედ ლარიზაციის ხელშეწყობისთვისაც ხდება აღნიშნული. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ანუ, როდესაც ქვეყანას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ლარიზაციისკენ უნდა წავიდეს, ამ თვალსაზრისით მთლიანი პოლიტიკა არის მოწყობილი, რომ მაღალი ლარიზაციის შემთხვევაში როგორ უნდა რეაგირებდეს მარეგულირებელი და მთავრობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, რომ მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ასახვა ეკონომიკაზე, ინფლაციაზე და ყველა მაჩვენებელზე მოხდეს მომენტალურად. როდესაც დოლარიზაციის დონე მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ვერ ვიტყვი, რომ დღეს არის მაღალ დონეზე, იმიტომ რომ თავიდან როდესაც ლარიზაციის პოლიტიკა დაიწყო, იყო გაჟღერებული საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 40%-მდე ჩამოყვანა უცხოურ ვალუტაში სესხების და პრინციპში ახლოს ვართ ამ მაჩვენებელთან. აქედან გამომდინარე, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველადი მოთხოვნები ლარიზაციის დღეს უკვე არის მიღწეული. ანუ ერთგვარად მიღწეული არის, მაგრამ მეორე ნაწილი არის, რამდენად რეაგირებს ეკონომიკა და რამდენად დროულად რეაგირებს. თქვენს ეთერშიც მაქვს ნათქვამი, რომ თუნდაც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ან ზრდა ეკონომიკაზე, ინფლაციის მაჩვენებელზე 3-4 თვის შემდეგ შეიძლება აისახოს, იმიტომ რომ მომენტალური ეფექტი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ნარჩუნდება მეტნაკლებად ლარიზაციის
დონეს შედარებით დაბალ დონეს. თუმცა იმის გათვალისწინებით თქვენთან ახსენეთ, რომ იმდენად მოკლე ზღვა 750-დან მილიონ ლარამდე, იმდენად ცოტა პროცენტია, დაბალია პროცენტი, ხო, რეალურად იმ ადამიანებისა, რომლებიც აი ამ ტიპის სესხში ჯდებიან. ამ ფონზე რამდენად შეიძლება იმის თქვა, რომ ეს რეალურად დედოლარიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი არის? მოცულობაში არის, ანუ სესხების მოცულობაში არის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით საკმაოდ გაზრდილია საქართველოს ეკონომიკა, მდგრადი არის, ყველა შეფასებით სტაბილური არის, მაინც პატარა ეკონომიკა არის საქართველოს რეალობაში პატარა ეკონომიკაა და მცირე რიცხვებმაც შეიძლება ინფლაციაზე მათ შორის ლარის კურსზეც მოახდინოს ეფექტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც საუბრობთ, მე როდესაც ვამბობ, რომ ცოტა რაოდენობა არის, ეს არის იმ ადამიანების რაოდენობა და კომპანიების რაოდენობა, რომელიც მოხვდა ამ ზღვარში, მაგრამ რიცხვში ეს საკმაოდ დიდი რიცხვი არის. და კიდევ ერთ თემა, რომელსაც ასევე მინდა ჩვენი საუბრის განმავლობაში შევეხოთ, ეს არის თავად საბანკო სექტორის მდგომარეობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ძალიან კარგად შეაფასა საქართველოს საბანკო სექტორი და პრაქტიკულად არ მახსენდება ბოლო წლებში რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტი, რომლის აზრით ფინანსური სექტორისთვის ან ინვესტორისთვის საინტერესოა და რომელსაც ეთქვა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის არამდგრადი ან დავუშვათ პრობლემური, ხო? რაც ბუნებრივია ძალიან კარგია. თვითონ საბანკო სექტორი რიცხვებში როგორც გამოიყურება, მეტნაკლებად ყოველას წარმოდგენა გვაქვს. მაგრამ საბანკო სექტორი რამდენად არის ის ჩვენაირი ტიპის ეკონომიკისთვის რეალურად მამოძრავებელი მკუთხით, რომ რამდენად აქტიური დაფინანსებელი, რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს საბანკო სექტორს ეკონომიკის სექტორების დაფინანსების კუთხით, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ გლობალურ ბაზრებზე საკმაოდ გაურკვეველი მდგომარეობა და მათაც აქვთ გარკვეული ბუნებრივია შიშები და ეს რისკის ფაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში საფინანსო სექტორისთვისაც ისეთივე ხელშესახებია, როგორც ბიზნესის სხვა ნებისმიერი სექტორისთვის. 2020 წლიდან პრაქტიკულად მუდმივად ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ადგილას მუდმივად გვიწევს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით საუბარი, რა გამოწვევებიც დღის წესრიგში დგება ხოლმე. იქნება ეს რეგიონალური რისკები, იქნება ეს ინფლაციის რისკები თუ სხვა მიმართულებით. არა პირდაპირ კავშირში, მაგალითად რეგიონალურ რისკთან არსებული რისკები. ამასთან მიმართებაში საბანკო სექტორმა მდგრადობა და მზაობა ამ რისკებთან გამკლავების კუთხით არაერთხელ უკვე პრევენციული ღონისძიებებით განსაზღვრა. აქვე მინდა ვახსენო ეროვნული ბანკის როლი და კლავინდებურად ცალკე საბანკო სექტორის რეაგირება იყო საკმაოდ ადეკვატური და შემიძლია თქვა, რომ უფრო ადრეულად იწყებდა ხოლმე მომზადებას რაღაც რისკებთან მიმართებაში, ვიდრე ეს რისკები დგებოდა ან ამ რისკებზე ვიწყებდით საუბარს. მეორე კუთხით ეროვნული ბანკი უნდა ვახსენოთ, რომელიც შესაძლებელია საუბარშიც და ესე ვთქვათ, რეკომენდაციების კუთხითაც იყოს გარკვეული მაჩვენებლები უფრო მკაცრი, ვიდრე გვინდა რომ იყოს, ან მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით საჭიროა, მაგალითად კაპიტალის მოთხოვნასთან მიმართებაში ან სხვა მიმართულებით მოთხოვნებთან მიმართებაში, მაგრამ მეორე ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საბანკო სექტორთან მიმართებაში, როგორც თვითონ საბანკო სექტორის შეფასება ხდება დადებითად, ასევე მარეგულირებლის როლის შეფასებაც ხდება დადებითად. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ საქართველოში არის ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ორი ბანკი, ანუ მათი აქციები და ისინი პრემიუმ ლისტინგში არიან რამდენიმე წელია და უკანასკნელი მიღწევა საქართველოს ბანკის ფუცი 100-ში მოხვედრა პირდაპირ პროპორციულად ასახავს იმას, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი კლავინდებურად საინტერესო არის და კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება ინვესტორებისთვის და მდგრადობის მიღმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო კიდევ უფრო საინტერესო ხდება ინვესტორებისთვის, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც ახლა თქვენ ახსენეთ. ის რომ საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადია, ის რომ საქართველოს საბანკო სექტორი მისი
სიჯანსაღისმიდან გამომდინარეს და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრიდან გამომდინარე ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ასე დროს ბუნებრივად ჩდება ყოველთვის კითხვა, რატომ არის მაშინ და თან იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო სექტორს საკმაოდ მაღალი მოგება აქვს. ასე დროს ლოგიკურად ჩდება კითხვა, რატომ არის მაშინ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში საკმაოდ მაღალი, ძალიან მაღალს არ ვიხმარ, იმიტომ რომ შეიძლება შემომედაოს ვინმე, მაგრამ საკმაოდ მაღალი, რა ფაქტორები განაპირობებს აი ამ სიძვირეს სასესხო პროდუქტების და არსებობს თუ არა პერსპექტივა, რომ ეს სასესხო განაკვეთები და ეს პროცენტები მეტნაკლებად შემცირების ტენდენციისკენ წამოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკა არის მკაცრი. კარგი, კითხვას ცოტა დავაკორექტირებ, იქიდან გამომდინარე, რომ კომპლექსურად ესე ერთიანად არ შეიძლება ამაზე საუბარი. ანუ მოგების შემოყვანა კომპონენტად საპროცენტო განაკვეთებთან მგონია, რომ ვის აქვს საქართველოში დაბალი მოგება. მაშინ მაგაზე ვისაუბროთ, ანუ რომელ სექტორს აქვს დაბალი მოგება. ხო, ის რომ დაბალი მოგება არ ქონდათ სხვადასხვა სექტორებს, ამას დაკავშირებით სალკე პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან საბანკო სექტორის საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელს ვსაუბრები, საბანკო სექტორის მაღალ მოგებაზე ვსაუბრობ და ამის გათვალისწინებით დავსვით. ანუ რასთან მიმართებაში მაღალი მოგება, მოდით მაშინ მაგაზე უნდა ვისაუბროთ და რატო მიგვაჩნია, რომ ცუდია მოგება ამა თუ იმ ეკონომიკაში და ეკონომიკისთვის განაკვეთია ძალიან მაღალი. საპროცენტო განაკვეთის ფორმირება პირდაპირ პროპორციულად ხდება თვითღირებულებიდან, ანუ რა ღირს ამა თუ იმ რესურსის მოზიდვა, არის მასში გათვალისწინებული რისკის ფაქტორი, აქედან გამომდინარე არის ზუსტად იმპორტველებთან მიმართებაში კონკრეტული საპროცენტო განაკვეთები, ჩვენ კი ვსაუბრობთ ხოლმე საერთო საპროცენტო განაკვეთს, ანუ ძირითადი ნაწილი პორტფელის მაინც დაბალი საპროცენტო განაკვეთით არის ხოლმე, იპოთეკური სესხები არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ათვლის წერტილი და მინდა ვახსენო, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი საშუალო სესხების, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებში არის ერთ-ერთი ყველაზე რასთან შედარებით დაბალი, ან ვისთან შედარებით? სხვა პროდუქტებთან შედარებით, ანუ სხვა პროდუქტებს ვახსენებ, ანუ რისკიანობასთან მიმართებაში ვახსენებ, როგორც იცით, ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მეტნაკლებად არის ერთი სამხმარებლო სესხებში, არაუზრუნველყოფილ სამხმარებლო სესხებში და მიკრო დაკრედიტებაში ერთ-ერთ პირველ ეტაპზე, ანუ ყველაზე მცირე ნაწილში. რისკიანობა პირდაპირ პროპორციულად განსაზღვრავს ასევე ფასს და ასევე მნიშვნელოვანი არის ადმინისტრაციული ხარჯები, რომლითაც ხდება ამ რესურსების მიწოდება. როგორც იცით, ყველა ბანკს, ყველა კომპანიას აქვს ადმინისტრაციული ხარჯი და ამის გათვალისწინებაც ხდება ხოლმე. მოგების ნაწილის კორექტირება სწორად მინდა რომ შევაფასოთ, ანუ დღეს საბანკო სექტორის მთლიანი ანგარიშგება ყოველთვიურად შესაძლებელია რომ ამოიღოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება შევიდეს ეროვნული ბანკის საიტზე და პირდაპირ პროპორციულად ნახოს. მარჟა მოზიდულ სახსრებსა და გაცემულ სესხებს შორის, ანუ პროცენტი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არის საქართველოში. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ პირდაპირ პროპორციულად ამ კონტექსტში საუბარი, რომ მოგება მაღალი არის და აქედან გამომდინარე უნდა მოვახდინოთ, თქვათ, პროცენტების შემცირება, მაინც მიმაჩნია, რომ არა პროპორციული არის. ანუ მოგების ფორმირება შეიძლება სწორ მენეჯმენტთან არის დაკავშირებული, იმ ოპტიმიზაციასთან, იმ პროდუქტების მიწოდებაზე არის საუბარი. დღეს მდგომარეობით, როგორც იცით, საქართველოსთან, რომელსაც განაპირობებს მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ანუ მაღალი მოთხოვნა განაპირობებს მაღალ შემოსავალს. ხო, ანუ ალტერნატიული დაფინანსების წყარო რომ თუ მოთხოვნა არ იქნება, შესაბამისად ნებისმიერი ბიზნესისთვის საბანკო სექტორის დაფინანსება ერთადერთი საშუალება. მაგრამ 19 ბანკი არის საქართველოში და არის კონკურენცია ამ თვალსაზრისით. წარმართველი არის ძირითადად ორი ბანკი. ანუ წარმართველს რას გულისხმობთ? სისტემური ბანკი, თუნდაც. სისტემური ბანკი სამი არის, უახლესი ინფორმაციით ასევე იცით, რომ მესამე სისტემური ბანკი კიდევ უფრო გამსხვილდება ბაზის ბანკის მიერ ლიბერტი ბანკის შეძენის შემდეგ იქნება ასევე მესამე მსხვილი ბანკი, მაგრამ ეს იმას არ უგულვებელყოფს, რომ იგივე პროდუქტებით თქვენ შეიძლება ისარგებლოთ დანარჩენ 17 ბანკში.
თანარჩენ 15 კონკურენტულია საბანკო კონკურენტული არის და როგორც ნახეთ კიდევაც ახალი ლიცენზიებიც მოთხოვნადი არის და ამ თვალსაზრისით უახლოეს წარსულში მხოლოდ გამსხვილებას ვხედავთ და არა ესე ვთქვათ ბაზრიდან გასვლის ცდელობას. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი რომ ამ პროდუქტების კუთხით ან კონკურენცია არ გვაქვს და მეორე ნაწილში რამდენადაც არ უნდა შემცირდეს ან გაიზარდოს მარჟა, პირდაპირ პროპორციულად მოთხოვნაზე არის, ხო? ნებისმიერი პროდუქტის მოთხოვნაზე არის ასახული რამდენად მოთხოვნადი არის ესა თუ ის პროდუქტი მოგება პირდაპირ პროპორციულად ამაზე არის ასახული. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე ზელაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.